მოგესალმებით, სვირფასო რადიო მსმენელებო. დღეს კვლავ ხუთშაბათია, ცნობიერების გზამკვლევი პირდაპირ ეთერშია. გვიახლოვდება 2025 წელი. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ თქვენგანს მეტად დაინტერესებს ის ტენდენციები, რაც იქნება მოსალოდნელი შემდგომში. 2024-მა, ისევე როგორც სხვა წლებმა, დამეთანხმებით ალბათ, რომ თავისი სიტყვა თქვა, ბევრი ადამიანი მიყვება სამყაროში არსებულ სიტუაციებს, ფეხს უწყობს, გვაქვს წინსვლები, ზოგ შემთხვევაში შეიძლება ეს იყოს სერიოზული დანაკარგებიც, თუმცა ასეა თუ ისე, ყოველ დაცემას მოყვება თავისი აღმართი და ჩვენს უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად, რომ შევეწყოთ იმ მაღალ ვიბრაციებს, რაც შემოდის უკვე დედამიწაზე და მაქსიმალურად გავხდეთ ადაპტაბელურნი. სწორედ ამისთვის ჩვენ შევარჩიეთ ერთ-ერთ საეთერო ფორმატად, რომ გვესაუბრა ფენგშუიზე, ესეთი საინტერესო აღმოსავლური მეცნიერება, რომელზეც უფრო მეც გვეტყვის მოწვეული სტუმარი. უღრმესი მადლობა ქალბატონო ირინე იმისთვის, რომ მობრძანდით ჩვენს ეთერში. მოდი ცოტა შორიდან დავიწყოთ, ხო? საუბარი გავეცნოთ ჩვენს რადიო მსმენელებს და Facebook მსმენელებს, რომლებიც შემდგომში ნახავენ ამ ჩანაწერს. როგორ მოხვედით თუნდაც ფენგშუიმდე, რა სახის გზები გაიარეთ საამისოდ და ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორ იყენებთ აღნიშნულს? გამარჯობა, მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, გიორგი. ყოველთვის მიხარია თქვენთან სტუმრობა და ამ თემებზე საუბარი. თან როგორც ბრძანეთ 2025 გვიახლოვდება მართლა და სამზადისში კი ვართ. იმის და მიუხედავად თუ რა ფონი არის სამწუხაროდ ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში, მაინც ვფიქრობ, რომ უნდა შევინარჩუნოთ რაღაცა სტაბილურობა ჩვენში, იმისთვის რომ სხვებსაც გაუზიაროთ, მაგას თუ სიყვარულს და ერთმანეთის პატივისცემას დაუმატებთ, მაგას რაჯობია. ცოტა შორიდან რო დავიწყოთ თქვენ რო ბრძანეთ, ანუ საიდან შემოვიდა ფენშუი ჩემ ცხოვრებაში თუ საიდან მე შევედი ფენშუიში. როგორ გაიცანით მოკლედ ერთმანეთი? როგორ გავიცანით ერთმანეთი და ძალიან დიდი ხნის წინ, ალბათ 18 წელი გავიდა 20 თუ არა იმ მომენტიდან. როცა პირველად დავინახე წიგნი, ლილიან ტუს წიგნი იყო სხვათა შორის, არ იშოვებოდა იმ პერიოდში და ინტერნეტი ცხადი არ იყო ისეთი გავრცელებული. ეს საქართველოში ხდება მოქმედება? უკვე საქართველოში ხდება ეგ მოქმედება და ჩემმა მეუღლემ მომიტანა იქ წიგნი, იმიტომ რომ ჩათვალა რატომ ხაც რო ეგო შენთვის საინტერესო იქნება, რაღაცნაირად ამობეჭდილი და ძველ ბაინდერში ჩადებული. დღესაც მაქვს სახში შენახული ეს ბაინდერი, მის მერე ბევრი რაღაცა შეიცვალა, წიგნებიც მაქვს, რა თქმა უნდა, და ელექტრონულ ბიბლიოთეკაც არსებობს და დომაც კი გვაქვს და გარდა ამისა უკვე ფიზიკურათაც ან ვირტუალიზაცია მივეცით ამ ამბავს, იმიტომ რომ გავიცანი ის ხალხი, რომელიც ჩემთვის იყო ინსპირაცია და ზუსტად ის იყო ის მომენტი, რომ წიგნი რო დაიდო და ირინა ვფიქრობ, რომ შენთვის საინტერესო იქნება, ამით დაიწყო ყველაფერი. და ანუ ლილიან ტუ მე მსმენია, ეხა ეს საკმაოდ ძლიერი სპეციალისტია, როგორც ვიცი, ამ დარგის, თქვენ მასთან გაიარეთ, ანუ ეს კონსულტაციები? მე შეხვედრა მქონია მასთან, ძალიან საინტერესო ადამიანია, თუმცა ეხა სათავეში უკვე მისი შვილი დგას. უფრო არის პოპ ფენშუის მიმართულების, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელი ახლა დღესდღეობით რაც არის, მე ცოტა სიღრმეში წავედი. მოგეხსენებათ, რომ ეს თვითონ ფენშუი მოდის ჩინეთიდან და ჩინური მეტაფიზიკა არის და მას შიგნით გააჩნია ძალიან ბევრი სკოლა და ძალიან ბევრი მიმართულება. და მეტაფიზიკოსები დამეთანხმებით, რომ ყოველ დღეს სწავლობთ რაღაცას. ერთი წამითაც არ გავჩერებულ ვარ და სულ არის რაღაცა მასალა, რომელიც ასათვისებელია იმისთვის, რომ შემდგომ ადაპტირება მოახდინო და სხვებს გადაუზიო. ეხა მაგაში დაგეთანხმები, იმიტომ რომ მე თვითონ ასტროლოგი ვარ, ჩემი ერთ-ერთი პროფესიით და იმდენი კომეტები, ასტეროიდები, პლანეტები ჩნდება ხოლმე ჩვენს თვალსა და ხელშუა, რომ ამოუწურავია ფაქტობრივად კოსმოსი და ეს რესურსი. აი ახსენე მაგალითად ფენგშუის სხვადასხვა მიმართულებები, აი დაახლოებით რას მოიცავს ეს უკანასკნელი და ყოველდღიურ პრაქტიკაში როგორ იყენებენ ადამიანები? სიამოვნებით მოგიყვები ამაზე, გიორგი, დღესდღეობით რაც ყველას ძალიან მომწონს და ყოველდღიურობაში ვიყენებ ცუდი სიტყვა, მაგრამ მართლა ესეა, გვეხმარება იმაში, რომ მივაღწიოთ სასურველ შედეგს და წარმატებას. ეს არის მიმართულება, რომელსაც ქვია 4 სვეტი, ბაძი,
ესე ჟღერს, რამდენად ჩინურად სწორედ ვერ გეტყვით, მაგრამ იმედია კი ორიგინალთან ახლოს მაინც. ეს 4 სვეტია და ეს არის ზუსტად ის ინსტრუმენტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას წავიკითხოთ ადამიანის რუკა მისი დაბადების თარიღიდან გამომდინარე. სულ 8 მან აი ჩვენს დაინტერესებს ხა მსმენელს დარწმუნებული ვარ, ბოდიში არ დაივიწყო, ანუ დაბადების დროიდან გამომდინარე, ანუ აქ არის საჭირო საათიც თუ საათის გარეშე. აუცილებელია საათი და ადგილიც, იმიტომ რომ საათი მიჯაჭვულია ადგილზე და მეთანხმები რამდენი ხო, იცი რატო ვამბობ ახლა ამას, იმიტომ რომ თვითონ დასავლურ ასტროლოგიაში გვაქვს გვჭირდება როგორც კი რა თქმა უნდა საათი, იქ გეოგრაფიული მდებარეობა სად დავიბადეთ და მიყვება მე უკვე ეს მონაცემები ერთმანეთს. კარგი, გავაგზავნოთ. აქ მაინც მინდა ერთი დაზუსტება გავაკეთო საათზე რახანი კითხე, იმიტომ რომ ძალიან ხშირი კითხვაა ეგ და ირინა საათი რო არ ვიცი რა მეშველება. პირველ რიგში ვფიქრობ რომ იმაზე უნდა ვისაუბროთ საათი რაზე მეტყველებს. ანუ რა თმინდა ეგ ადამიანის დაბადების საათი, რომ რაში მეხმარება, რა გავშიფრო. ძალიან მნიშვნელოვანი საკვანძო პუნქტი, ასე ვთქვათ, უკავია ამ მომენტს და ეს არის ზუსტად ჩვენი პროექტები და ბავშვები. აი, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და ადამიანი როცა არ იცის თავის დაბადების დროს, ხშირ შემთხვევაში ვეხმარებით კიდევაც, იმიტომ რომ არის ეგრეთ წოდებული რექტიფიკაცია, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აღვადგინოთ. ანუ ეს იგი რექტიფიკაცია ჩვენთანაც არის და თქვენთანაც არის, ხო? როგორი საინტერესოა. ალბათ მანდას გჭირდება ცხოვრებისეული მნიშვნელოვანი მოვლენები და ამ მოვლენებით მაქსიმუმ დრომდე მივდივართ. კი, იმიტომ რომ ყველაზე პატარა პერიოდი არის ვაიმე ბოდიშით გავაჩუმოთ ეგ. იმედია გაჩუმდება თვითონ. კაი დაბანებოთ თავი. სად გავჩერდით? კი, რექტიფიკაციას რაც ეხება, ყველაზე პატარა პერიოდი, რომელიც გვაძლევს ვარიაციების საშუალებას, არის 2 საათი. ანუ იქიდან გამომდინარე, თუ თქვათ არ ვიცით როდის დაიბადა ადამიანი, მაგრამ ვიცით რომელ წელს გათხოვდა. ნუ ან ცოლი მოიყვანა, შესაბამისად ბავშვი ეყოლა, ან რაღაცა მნიშვნელოვანი მოხდა მის ცხოვრებაში და მე უკვე დავდივართ იქამდე, რომ 2 საათიან შუალედამდე და მანდ ჩვენთან როგორ არის, იცით ამ ბაძიში განსაკუთრებით, ჩვენ გვაქვს 60 ძაძი, ეგრე უძახიან. რა არის ახლა ეს ჩვენი ძაძი? პრაქტიკულად ეს არის ადამიანის ხასიათი ჩადებული 2 იეროგლიფში. პირველი ზედა იეროგლიფი და თქვათ ზეციურ ენერგიას წარმოადგენს და მეორე უფრო მატერიალურია და გამოისახება, ვიცით ყველამ, რომ ეს ჩვენი ასტროპროგნოზი შედგება 12 ცხოველისგან. ნუ მახასიათებელი არის ესეთი იმისთვის, რომ უფრო აღქმადი იყოს ჩვენთვის და ეს შერწყმა გვაძლევს 60 ვარიაციას. და როგორც კი ამოვიცნობ და ყველაზე ახლოს მივალთ იქამდე, მე უკვე ადამიანსაც ვეკითხებით. შეიძლება იმდენად კარდინალურად განსხვავებული მანიშნებელი იყოს, რომ როგორც კი ეტყვი, რომ აი ამ ძაძის მახასიათებელი ეს არის და ამისი ეს არის, ნუ შესაძლებელია რომ ზღვარზე არის ხოლმე საათზე მაქვს საუბარი. თქვათ მაგალითად ერთ-ერთი სკოლა ჩინური ამბობს ისეთ რაღაცას, რომ ბოლო 2 საათიანი შუალედი არის ვირთხის შუალედი. 24 საათში მაქვს საუბარი, შესაბამისად უკვე ეს პროექცია ჯდება თვეებზეც და წლებზეც. და მაგალითად ერთი მიმართულება ამბობს, რომ ეს ვირთხის საათი გრძელდება 1 საათი და არა 2, როგორც დანარჩენებში არის მიღებული და გრძელდება მხოლოდ 12 საათამდე. ხოლო მეორე სკოლა ამბობს, რომ არა, კლასიკურად უნდა გადავხედოთ ამ საქმეს. აი, მათ შორის დიდი სხვაობები გვაქვს მერე? ხანდახან დიდი სხვაობებია. დამოკიდებული, ნუ ვირთხა გასაგებია, რომ უკვე ქვემოთ ვირთხის მახასიათებლები იქნება, მაგრამ აი ზემოთ საში რომელი ელემენტით არის გამოსახული, აი მან უკვე შეიძლება კარდინალური სხვაობა იყოს და როგორც კი ადამიანს ეუბნები და საუბრის დროს უკვე ადგენს საკვანძო მომენტებს, ბევრად გიმარტივდება და შესაბამისად ეგ თითქმის 99%-ში რექტიფიკაციის შედეგად დგება ზუსტი დრო. წუთები არ გჭირდება, მაგრამ 2 საათი გვაქვს. ჩვენ ცოტა ანუ დღევანდელ იმაზეც რო გადავიწიოთ უკვე აღნიშნულ პერიოდებზე, მით უმეტეს 2025 წელი დგება და აი ვამცნოთ საზოგადოებას რის წელი მოდის, როგორც ვიცი მე გველის წელი უნდა მოვიდეს და აი ამ გველის წელთან დაკავშირებით თუნდაც მის ფსიქოტიპთან დაკავშირებითაც რა შეგვიძლია რო ითქვას და საერთოდ აი აც გაქვს გულში მაინც მნიშვნელოვნად აი საგულისხმო დავდოთ ეს მაგიდაზე. სიამოვნებით. მოკლედ 2025 წელს რაც შეეხება, ბევრჯერ მაქვს ნათქვამი უკვე და კიდევ მინდა გავიმეორო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის რომ ვიცოდეთ. არც ერთი ენერგია და არც ერთი ცვლილება და არც ერთი სიახლე ცუდი იქნება თუ კარგი იქნება, მაგაზე არ მაქვს საუბარი, არ დგება ერთ მომენტში, აი ესე.
წკაფ, ან ჰოპ, ან რაღაცა რომ დადგეს. არა. ეს ხდება ეტაპობრივად. ზოგი არის ძალიან ექსტრემალური ენერგია და ძალიან სწრაფად ცვლის ყველაფერს, ზოგი არის უფრო გლუვი და უფრო კომფორტული, მაგრამ ყოველთვის ეგ ხდება ეტაპობრივად. წელსაც, ყოველ წელს ხდება ესე და წელსაც დაიწყო ეგ გარდაქმნა, ასე ვთქვათ, 2025 წლის ენერგიის მოსვლა ნოემბრიდან. ოქტომბერში საერთოდ პიკი იყო 2024 წლის და კი დავინახეთ რა მოვლენები მოყვა ამ ყველაფერს. თუმცა ამაზე მე სანამ დავიწყეთ ეთერი გქონდა ჩვენ საუბარი, რომ ვიდეოები, რომელიც მაქვს ატვირთული YouTube-ზე, ცოტა ძველები რომ ვნახოთ, 2024 წლის პროგნოზები და დაუკვირდეთ, რასაც ვამბობ, ზუსტად იგივე არის რასაც ვხედავთ ახლა რეალობაში. შემდეგი ტალღა იყო კი არა, არის ახლა დეკემბერში, პირველი თარიღი, დეკემბრის თარიღებზე მაქვს საუბარი. პირველი დეკემბრის თარიღი იყო მნიშვნელოვანი 12 და ახსნილი მაქვს კიდევაც ვიდეოებში, ახლა უკვე აზრი არ არის, მე მგონი თან გასულია, მაგრამ 21-ზე მინდა ვისაუბრო აუცილებლად, 21-22. თქვენთანაც, საერთოდ სოფლიოში არის ზამთრის კი, ზამთრის ბუნიაობა, როცა ყველაზე გრძელი ღამე არის, მაგრამ ეგ მომენტი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ 22-დან დღე იმატებს. ნელ-ნელა იმატებს და გადავდივართ უკვე გაზაფხულზე. ჩინურ მეტაფიზიკაში მოგეხსენება თქვენ, ახალი წელი არ დგება 1 იანვარს. ეს დამოკიდებულია მზის და მთვარის კალენდარზე. ჩვენ უშუალოდ ბაძიში გვაინტერესებს მზის კალენდარი. ამაზეც ყოველ წელს არის ერთი ამბავი სოციალურ ქსელებში. და მინდა ყოველ ჯერზე ვამბობ მაგას და კიდევ მინდა გავიმეორო. ძალიან ფრთხილად იყავით იმ ინფორმაციის სადმი, რომელიც ესე ღიად ცუდი სიტყვა უფასოდ, მაგრამ მოდი ღიად დავარქვათ, იდება სოციალურ ქსელებში ან ნებისმიერ სხვა პლატფორმაზე. შეცდომაში შეყვანის შედეგად შეიძლება ზიანი მივაყენოთ ჩვენ. იცი რა არის ეს მეც ხოთა შორის ბევრი იმაზე მინახავს, ახლა ფენგშუისტებს რამდენიმე ვიცნობ და მე არის ხოლმე რომ ესე კი არ არის, ესეა, ახლა ეს ვიდეო ცოტა იდება, შეიძლება ვიღაცამ რაღაც თქვას რომ ცოტა სხვანაირად, იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში მაინც ახლა თან YouTube-ში რო უსმენ ხოლმე მე ვიღაცა განხილვები როცა არის ხოლმე, რატომღაც არ ეთანხმებიან ერთმანეთს. არა და ახლა ჩვენთან მაგალითად ეს დასავლურ ასტროლოგიაში გვაქვს, ახლა თანხმედრა, ახლა თუ ვიცით რომ პირობითად სატურნი მიდის ვერცხლში, ვიცი რაც უნდა ვთქვა რა. იმანაც იცით რაც უნდა ვთქვას და აქ ალბათ ეს 60 განხრაროა თუ რა, რამდენიც აღნიშნე და სხვადასხვა მიმართულებები, ალბათ ყველა სხვადასხვა სკოლის წევრია და იქიდან გამომდინარე აზროვნებს, რა ვიცი რაღაც. არა, იცი როგორ არის, შეცდომაში შედიან თვითონ. მე როგორ გითხრა, არა პროფესიონალებზე მაქვს საუბარი, ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომელსაც აინტერესებს მაგალითად გახსნა YouTube-ი მოისმინა, მაგრამ პირველ რიგში მივაქციოთ ყურადღება ვის ვუსმენთ. ანუ იმ ადამიანს გააჩნია ალბათ შესაბამისი გამოცდილება და თუნდაც ცოდნა. აქ გიორგი თუ მომცემ საშუალებას 1-2 სიტყვა მინდა გავაკეთო. მე მახსოვს რა 1-5-6 წლის წინ თქვენი წამოწყება შენი მაპატიე მოგვართავ შენობით. შენი წამოწყება იმისა, რომ გაერთიანებული ვიყავით ეს ეზოთერიკოსები და ასე შემდეგ, ოღონდ პროფესიონალური განხრით. მოკლედ მის მერე ბევრ რაღაცა შეიცვალა და 2013-დან მე მაგ გაკეთებული, ესე იგი კავკასიის საერთაშორისო ფენშუი ასოციაცია, კი, რომელიც არის გაწევრიანებული და ასოცირებული წევრი არის სათაო საერთაშორისო ფენშუი ასოციაციის ასოცირებული წევრი არის და გარდა ამისა, ხო, ეს სათაო ოფისი არის სინგაპურში და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამათ საიტზე შევიდეს, შეიყვანოს ან ირინე აღაბიშვილი ლათინურად, ან ფენშუი ფილოსოფია და ამობათ ჩემი ანფასი პროფილი და ასე შემდეგ და მე რისი თქმა მინდა, ამით მე ვცდილობ გავაერთიანო არა მარტო ჩვენს ქვეყანაში მყოფი პროფესიონალები, არამედ საზღვარგარეთაც და უკვე დღესდღეობით 15 ადამიანი გაწევრიანებულია. ჯერ გაწევრიანების ინფორმაცია საიტზე არ დევს, მაგრამ მაგას გამოვასწორე ფიზიკურად რაღაცა. ხო, იცი რა, ხა ეს ეზოთერული გაერთიანების თემა, ხა პატარა ჩანართი მინდა გავაკეთო, ანუ არ დაშრილა, ანუ ეს იდეა უბრალოდ დიდი ამ განიცადა ტრანსფორმაცია, კერხერიზაცია, მე რთული წლები წამოვიდა კი იცი კორონავირუსის და ძალიან გაგვაჩერა რა, მაგაზე სხვა დროს ვისაუბრებთ. მოდი 2025-ზე პირდაპირ გადავიდეთ, რომ ჩვენმა მაყურებელმა მაინც გაიგოს ეს გველის წელთან დაკავშირებული ამბები, რომელიც უკვე როდის შემოდის, ესეც ვთქვათ, მე მგონი თებერვალში იქნება თუ იანვარში. ახლავე გეტყვის ზუსტად, ესე იგი 2025 წელი არის ხის გველის წელი.
გველზე და აი ხის გველზე ახლა ვისაუბრებ 2 წუთში, მანამდე მინდა გითხრათ, როდის დგება. წელს ახალი წელი ჩინური მეტაფიზიკის გადმოსახედიდან, აი კონკრეტულად ბაძის და რუკებს რო ვკითხულობთ, დგება 3 თებერვალს. ეს დამოკიდებულია მზის კალენდარზე. ზოგი დარწმუნებული ვარ, რომ დაიდება ეს ვიდეო, როგორც თქვი, იტყვიან, რომ აბაო იანვარში რა ხდება, კი ბატონო, ეს არის მთვარის კალენდრის მიხედვით ახალი წელი ჩინურად, ესეც ითვლება და ძალიან უყვართ თვითონ ჩინელებს ჩინეთში და ძალიან ზეიმობენ ამას, მაგრამ ამ თარიღს იცი როგორ უძახიან, რა რიტუალი არის, სიმდიდის ღმერთის დახვედრა. ანუ ესეც ჩათვალე, რომ მე-10 ტალღა თუ რაღაცა, იქამდე სანამ მივალ და დადგება 3 თებერვალი. ჩინეთში ვიცი რომ სხვადასხვა ცხოველებს მაინც აფასებენ. ყველას აფასებენ, მაგრამ აი იმ გველისადმი რა დამოკიდებულება აქვს? გველისადმი ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს და 2025-ზე სულ 3 რაღაცა შემიძლია ვთქვა და ამით შემოვიფარგლოთ, ძალიან გასაგები იქნება თუ რა წელი გველის ჩვენ ყველას. პირველ რიგში მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ამოვისუნთქავთ ოდნავ, იმიტომ რომ აი ეს ძალიან ხისტი იყო 2024-ის ენერგიები იყო ძალიან ხისტი. ეს ჩვენი დრაკონი და ძაღლი არ გვაძლევდა იმის საშუალებას და საერთოდ ისე არის აღნაგული ეს ჩვენი ჩინური მეტაფიზიკა, რომ კომფორტულად და რაღაცა ისე ზონაში ვიყოთ, არა, გამორიცხულია. ხოლო 2025 იქნება ბევრად უფრო კომფორტული, უფრო რბილი, უფრო ლაღი, უფრო გლუვი ენერგიების წელი და თვითონ გველის სადმი დამოკიდებულება შემდეგნაირია, რომ ინტუიცია არის ნომერი 1, ანუ ცოდნაც რომ არ კონდეს ადამიანს რაღაცა საკითხში, უბრალოდ უნდა შეძლოს, მაგრამ ამისთვის მზად უნდა იყოს მენტალურად, რა თქმა უნდა და ცოტა სხვა ვიბრაციებზე უნდა იყოს ადამიანი, რომ შინაგანი რაღაცა ის და გაიგოს ერთია ეს ხმა და მეორე დაუჯეროს, იმიტომ რომ ძალიან ბევრია კონსულტაციებზე რომ მოდის და ხანდახან ესეთი პოსტ კომენტარი არის, ნეტა ესე არ გამეკეთებინა, ამ პირიქით ნეტა ესე გამეკეთებინა და რო ვეკითხები, რატომ არ გააკეთე, რა ვიცი, აი ეს პირველი ბიძგი მომეჩვენასავით, აი ეს მომეჩვენასავით არა, უნდა დაუჯერო შენ თავს, მაგრამ გავიმეორე. ესე იგი აი ეს რაღაცა არეულობები, ომები, ეს შედარებით, ანუ ფენგშუი მაინც გვეუბნება, რომ უფრო არ არის გამორიცხული, რომ დასრულდეს. კი, არ არის გამორიცხული კი არა, აუცილებლად რაღაცა პროცესები უფრო ხისტად, რომელიც დაიწყო თუნდაც 22-ში, 23-ში და დღესაც რაც ხდება, უფრო დალაგდება. მე ვერ ვიტყვი, რომ გამოვალთ ამ მდგომარეობიდან, ანუ დადებით შედეგს მივიღებთ ასე და ყველაფერი დასრულდება. არა, რა თქმა უნდა, აი ეს გარდაქმნა, გარდაუვალია, ტავტოლოგია გამომივიდა, მაგრამ მართლა ესეა, მაგრამ ბევრად უფრო რბილად იქნება საკითხი. და კიდე ერთი 2025-ს რაც ეხება და ძალიან მნიშვნელოვანია და ეხება ყველას, მიუხედავად იმისა, თუ რომელ წელს ან რომელ დღეს, თვეს და დროს არის დაბადებული ადამიანი. ეს არის, აი დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, პრაქტიკულად ეს არის რჩევა, სისწრაფე. ყველაფერში არის სისწრაფე, იმიტომ რომ გველი თვითონ ისეთი ენერგია, რომელიც ძალიან სწრაფად და ინტუიტიურად იღებს გადაწყვეტილებებს. ეს შემოთავაზება იქნება სამსახურის, ეს ფინანსური კეთილდღეობა იქნება, ეს ხელფასზე ზრუნვა იქნება, ინვესტიციის ჩადება იქნება, უძრავქონებაზე, ნებისმიერი რაღაცა ძალიან სწრაფად უნდა მივიღოთ მონაწილეობა კიდევაც და გადაწყვეტილება თუ ვერ მოასწარი, სხვა მიიღებს მაგის გადაწყვეტილებას შენზე უფრო მალე და ის იქნება მოგებული. აი ეს ინტუიცია, მოქნილობა, კომფორტი და სისწრაფე არის 2025 წლის მთავარი მაჩვენებელი. საინტერესოა, მოკლედ, ხალხო, რაც უფრო მეტად ხარტები ვიქნებით, მგონი, მით ხარტები და სწრაფები. ხო და ინტუიცია კიდე აგერ და არ უნდა გეშინოდეს რა, ხანდახან ხო არის, მოდი, უფრო კარგად მოვემზადები და მე, აი მაგალითად ჩემს მაგალითზე, წიგნი მაგ დაწერილი რამდენი ხანია? 2 დაწერილია, მესამე პროცესია და ირინა, არა, გადავიკითხავ ხოლმე და ყოველთვის ხო გაკომენტარი, არა, ეს მოდი გადავაკეთო და გრძელდება ეს 1 წელიწადზე მეტი და არ იღებს სამ წიგს Amazon-ზე ატვირთვა, არა და იმედი მაქვს რომ 25 წელი იმდენ სიზავს რომ ავტვირთავ კიდევაც და უკვე იქნება ხელმისაწვდომი. ძალიან კარგი, დიდი იმედი მაქვს რომ ესე მოიქცევი. ფერებთან დაკავშირებით მე მგონი თვალი მოვყავი რომ მწვანე ფერი იქნებაო დომინანტური და აი ამაზე რას ვეთქვი. დომინანტური კი რა თქმა უნდა იქნება, იმიტომ რომ ხის გველი არის და მაშინ ამაზეც ცოტა ვისაუბროთ, რომ ვიცოდეთ საიდან მოდის ეს თვითონ ფერების ტენდენცია. ხე რა თქმა უნდა ხის ფერები არის მწვანე, ხოლო გველის ფერიც უნდა ვიცოდეთ, გველი არის
ცეცხლის ელემენტის წარმომადგენელი და ეს არის წითელი. აქაც ამაში არის ჩაქსოვილი ზუსტად ის ჩემი პასუხი, რომ რატო იქნება უფრო კომფორტული და უფრო დალაგებული ეს ჩვენი 2025, იმიტომ რომ ხის და ცეცხლის ელემენტების დამოკიდებულება არის უფრო მეგობრული. და მეთანხმებით, რომ მას ცეცხლის სჭირდება ხე იმისთვის, რომ ცოტა ახლოს მივიდე, კი ბატონო, მომანიშნეს. უფრო კარგად რომ იმას ვქნათ. შესაბამისად ამ ორი ელემენტის შერწყმად ვიღებთ იმას, რომ პრიორიტეტული კი არა და უფრო ტრენდული იქნება მწვანე, მაგრამ არ უნდა გამოვრიცხოთ წითელი ფერი. აქ წითელი და მწვანე, ხო, აქ გადაცემაც იქნება საახალწლოდ, ზუსტად იმაზე ორიენტირებული თუ რა ფერებში უნდა შევხვდეთ ახალ წელს. სუფრა როგორი იქნება, აქ საჭმელზე კერძებზე არ მაქვს საუბარი, როგორ უნდა იყოს განწყობილი რა ფერებში, ჩვენ თვითონ რა განწყობაზე უნდა ვიყოთ და შესაბამისად ის პატარა რიტუალებიც მექნება თავისი თარიღებით და თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეგ ყველაფერი იმისთვის რომ კარგი, მოდი აი პირველი ბლოკი სანამ დამთავრდება დაახლოებით 3 წუთი გვაქვს იქამდე და პრინციპში, ანუ აი თქვენი მოსმენის დროს მე რა დასკვნებიც გავაკეთე და ალბათ ჩვენმა მსმენელმაც არის ის, რომ 2025-ში ჩვენ გვჭირდება ინტუიცია, მეტი მოძრაობა, მოქნილობა, არ უნდა შევუშინდეთ გამოწვევებს იმისთვის, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. და რა არის აი ძალიან ბევრი ადამიანი მაინც ინტერესდება უშუალოდ სოციოეკონომიკური თვალსაზრისით რა. აი სუფთა ეკონომიკური კუთხით რამდენად შესაძლოა რომ მართული იყოს პროცესი დადებითი კუთხით ოღონდ და თუ გვექნება ამ ხრივ სტაბილურობა. კი, ესე იგი ბაძის ანალიზი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ არა მარტო ადამიანის, არამედ ქვეყნების ანალიზი გავაკეთოთ და ყოველთვის მასე ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, პეკინით ვიწყებთ, იმიტომ რომ იქიდან მოდის და ამომავალი წერტილი დროს გულისხმობ იქიდან არის, მაგრამ უნდა ადაპტირება მოვახდინოთ, გადავიტანოთ ჩვენს რეალობაში და შევხედოთ უკვე ჩვენი ქვეყნის რუკა. ამაზე აღარ მახსოვს რომელიღაცა არხმა დამპატიჟა მე და კონკრეტულად ეგ გაინტერესებდა, რომ საქართველოს რუკა როგორია და როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ პროგნოზი. ანუ აი ეს ბოდიში ეს არის რელოკაცია, ესე გამოდის, ანუ თუ მაგალითად პირობით ეხა ჩვენ დასავლურ ასტროლოგიაში ნახე რა გვაქვს, თუ დაბადებულია ადამიანი თბილისში, პეკინში თუ მივდივართ, იქ ნუ რელოკეიშენ, ანუ ადგილმდებარეობის ცვლილება, ანუ ესე იგი გეოგრაფიული მერიდიანული კუთხით იქ რა ხდება ამ ადამიანის თავს. აი თქვენთან გააქვთ ეგ დაბადების მომენტი არ იცვლება. არ იცვლება დაბადების ანუ თუ არის ინდივიდუალური სადაც არ უნდა ვიყოთ, მაინც ის გაგყვება ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ორი ვარიანტი გვაქვს. კი, ანალიზის დროს არაფერი არ იცვლება, ადამიანზე მაქვს საუბარი, ანუ ის ინდივიდუალური მონაცემი, რომელიც მოყვება ადამიანს დაბადებიდან არ იცვლება, ხოლო ის პროცესები, თუნდაც აქტივაციები, თუნდაც იმ წლის პროგნოზი ან ნებისმიერი ხო არის კითხვით მოდიან, ჩვენთან არის ეგეთი ინსტრუმენტი, ასე ვთქვათ, ჩინურ მეტაფიზიკაში, ციმენდუნძეას უძახიან და ეს თავის დროზე იყო ომის სტრატეგიების სახელმძღვანელო. დღეს რა თქმა უნდა ადაპტირებას განიცდის ეგ ცოდნა და გამოცდილება და მაინც ვიყენებთ, იმიტომ რომ დამეთანხმებით, რომ ყოველდღიურად სახლიდან გამოსვლა უდრის იმას, რომ გადიხარ ომში. ნუ კარგი დადებით მინდა გამოვიყენო ეგ ამბავი და აი აქ გვაქვს ორი ვარიანტი. ან გამოვიყენოთ იქაური დრო და რა თქმა უნდა გადავიყვანოთ იმ დროში თუ რომელ ქვეყანაში ვიმყოფებით და არის კიდე ეგრეთ წოდებული მზის დრო, რომელიც საერთოდ არ იცვლება, უბრალოდ ექშენზე არის დამოკიდებული, როგორ იღებ და შემდგომ უკვე ადაპტი ხდები და როგორ აწვდის შენს მომხმარებელს, რომელი ინსტრუმენტი და რომელი მიდგომა გამოიყენოს. მე აქაც მინდა ვთქვა, რომ უფრო ვემხრობი იმას, რომ უნდა გადავიყვანოთ საათი. ყოველ შემთხვევაში ასე ვარ მიჩვეული ჯერჯერობით, ეს კლასიკური ფორმულა არის და ყოველთვის გადამაქვს თბილისის დროით. აი თუ შეამჩნევთ და კი მომხმარებელმა იცის, რომ Facebook-ზე, Instagram-ზე, YouTube-ზე, TikTok-ზე თუ სადაც არ ვდებ კონკრეტულ თარიღს, აქტივაციას და დროს, ყოველთვის მიწერია, რომ თბილისის დროით, იმიტომ რომ გადაყვანილია. და კიდე ერთი რაღაცა, აქ არ არის ავტომატური გადაყვანა. მაგალითად, ჩვენსა და ევროპა, ნუ ვთქვათ, გერმანია ნებისმიერი სხვა ავიღოთ, სადაც არის სიტყვაზე ვამბობ 3 საათიანი სხვაობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან 12 საათი მეტაფიზიკის თვალსაზრისიდან გეუბნები, რომ 3 საათიანი შუალედი იქნება. არა, იქ სხვანაირად არის, პლუს კიდე არის ცოტა ცდომილება, ისიც უნდა გავითვალისწინოთ და ასე შემდეგ. კარგი, მოკლედ ჩვენ მოდი ხა სარეკლამო ჭრაზე გავიდეთ და მალე დაგებრუნდებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, მეორე ბლოკში ვეცდებით ვისაუბროთ საახალწლო სუფრაზე, ნიშნებსაც მიმოვიხილოთ და დაგველოდეთ მოკლედ თქვენი საინტერესოდ საუბრობთ.